კიდევ ერთხელ მოგესალმებით მაესტროს ახალ ამბებს უყურებთ 3 საათზე და ამავე დროს უსმენთ ტალღაზე FM 94.7 სტუდიაში ხატია ქვათაძე განაგრძობს მუშაობას. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ Human Rights Watch-ის ანგარიშთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია პრეზიდენტის ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას ყურადღებით ეკიდება. მანანა მანჯგალაძის განცხადებით შესაძლებელია პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყველა ინფორმაციასა და შეფასებას არ ეთანხმებოდეს, რომელიც ასეთი სახის დოკუმენტებშია მოცემული, თუმცა ეს ინფორმაციის მნიშვნელოვანი და საინტერესო წყაროა. ძალიან ყურადღებით ვეცნობით ყველა ინფორმაციას, რომელიც ადამიანის უფლებებს და მათ დაცვას ეხება. ეს ეხება როგორც ამ თემატიკაზე მომუშავე ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს. უნდა ითქვას, რომ ეს ჩვენთვის ყოველთვის საკმაოდ ღირებული და საინტერესო ინფორმაციის წყაროა და მნიშვნელოვანი თემაა. შეიძლება ჩვენ არ ვეთანხმებოდეთ ყველა ინფორმაციას და შეფასებას, რომელიც ასეთ სახის დოკუმენტებში არის ხოლმე მოცემული, მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს ყოველთვის. Human Rights Watch-ის 2011 წლის ანგარიშს დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს აფასებს. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რაც დემოკრატიულ მოძრაობას და სახალხო კრებას არაერთხელ განუცხადებია და რაზეც მანამდე ათობით უცხოვრი და ქართული უფლებადამცველი ორგანიზაცია საუბრობდა. ყოლბაიას ინფორმაციით საქართველოს უმისამართლო განაჩენის გამო მაისის მოვლენებისას დაპატიმრებული 41 ადამიანის სასჯელს დღემდე იხდის. ზეწოლა კი კვლავ გრძელდება და მეცხრე თვეა სასამართლოს განაჩენს საპატიმროში 4 ადამიანი მხოლოდ იმის გამო უცდის, რომ მოგონილი ბრალდებები არ აღიარეს. დემოკრატიული მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს გაითვალისწინოს ის შენიშვნები, რაც Human Rights Watch-ის დასკვნაშია ნათქვამი. დემოკრატიული მოძრაობა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არაფრად აგდებს არათუ უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების არამედ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების უმაღლესი პირების რეკომენდაციებსაც კი თუ ეს რეკომენდაციები არ შედის სააკაშვილისა და მისი გუნდის ინტერესთა სფეროში, ვინაიდან მათთვის პრიორიტეტულია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და არა ქვეყნის რეალური დემოკრატიული განვითარება. და კიდევ ერთხელ მოგახსენებთ Human Rights Watch-ის 2011 წლის ანგარიშის მთავარ თემებს, რომელთაგან ერთ-ერთი 26 მაისის მოვლენებია. საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არაერთგვაროვანი მდგომარეობა იყო. მაისში ხელისუფლებამ გადამეტებული ძალის გამოყენებით დაშალა ანტისამთავრობო გამოსვლები თბილისში და სათანადო სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე ადმინისტრაციული წესით გაასამართლა ათეულობით დემონსტრანტი. ხელისუფლებას არ ჩაუტარებია ეფექტიანი გამოძიება ამ მოვლენებთან დაკავშირებით და არც ძალის გადამეტების ადრინდელი შემთხვევები შეუსწავლია, ნათქვამია ანგარიშში, რომლის მიხედვითაც შეშფოთების მიზეზს იძლევა ასევე შეკრების თავისუფლებისა და მედიის უფლებების შეზღუდვის შემთხვევები. ამას გარდა Human Rights Watch-ი მედიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ცალკე თავს უთმობს. ავტორების განცხადებით, მედია გარემო ქვეყანაში კვლავ არაერთგვაროვანია, მრავალფეროვანი ბეჭდური მედიით, მაგრამ შეზღუდული სატელევიზიო მაუწყებლობით. ქვეყნის მასშტაბით კი მხოლოდ პროსახელისუფლებო საზოგადოებრივი მაუწყებელი რუსთავი 2 და იმედი არსებობს. საქართველოს ხელისუფლებამ დევნილების გამოსახლებისას აღიარებული საერთაშორისო სტანდარტები დაარღვია. ეს შეფასებას ორგანიზაცია Human Rights Watch-ს ეკუთვნის. წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2010 წლის ივნისიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი დასახლების პრობლემის მოგვარების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოს კუთვნილი დროებითი საცხოვრებლებიდან მათი გამოსახლება დაიწყო. თუმცა არსებული აღიარებული საერთაშორისო სტანდარტები დაარღვია. კერძოდ მან არ გამართა რეალური მოლაპარაკება იძულებით გადაადგილებულ პირებთან, რომელთა დროსაც შესაძლებელი იქნებოდა შესაფერის ალტერნატიულ საცხოვრებელზე შეთანხმება ან კომპენსაციის გაცემა გასახლებამდე. საქართველოს დაახლოებით 246,000 იძულებით გადაადგილებული პირი ხავს ორგანიზაციის მონაცემებით 1990-იანი და 2008 წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად. დოკუმენტში ისიც ნათქვამია, რომ 2010 წლის ბოლოსთვის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან კონსულტაციის შემდეგ ხელისუფლებამ გამოსახლების სახელმძღვანელო მითითებები შეიმუშავა, რამაც გარკვეულწილად გააუმჯობესა ეს პროცედურა, მაგრამ სტანდარტის შესაბამისი მაინც ვერ გახადა. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2011 წლის თებერვალსა და აგვისტოში დროებითი საცხოვრებლებიდან ასობით ოჯახი გაასახლეს მათი ნებართვისა და სურვილის საწინააღმდეგოდ.
Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად ციხეების გადატვირთვა საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ეს კი ორგანიზაციის განცხადებით ციხეებში ცუდი პირობების არსებობას იწვევს. როგორც ანგარიშია ნათქვამი, სახალხო დამცველის სამსახურმა ციხეებში პატიმართა მიმართ ცუდად მოპყრობის არაერთი ფაქტი გამოავლინა და ერთ-ერთ მაგალითად არის დასახლებული ქუთაისის ნომერ 2 საპყრობილეში თავისუფლება ახვეთილი პირები, რომლებიც 24 საათის პერიოდს ატარებენ 2-3 კვადრატული მეტრის ფართობის ცარიელ საკანში მხოლოდ საცვლების ამარა. სახალხო დამცველმა პროკურატურას ამ ფაქტის გამოძიებისაკენ მოუწოდა, თუმცა ანგარიში აღნიშნულია, რომ ივნისის მოხსენებაში თომას ჰამარბერგი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების კუთხით ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ცვლილებებს მიესალმებოდა, თუმცა ამავე დროს მოუწოდებდა მთავრობას მიიღო ადამიანის უფლებებზე უფრო მეტად ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აპირებს გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა. 2011 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულებას ცნო ბათილად, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა. რაც შეეხება ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს, მანჯგალაძის განმარტებით ბიზნესმენის მხარემ მოქალაქეობასთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრს მიმართა და შესაბამის პასუხს დაინტერესებულ პირებს სწორედ ეს უწყება გასცემს. მე როგორც ვიცი რეესტრს მიმართეს მათ და შესაბამისად კითხვიდან გამომდინარეც თქვენ შესაბამის უწყებას უნდა მიმართოთ. თუმცა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ მიმართულებით ყველაფერი სამართლებრივად მიმდინარეობს. რაც შეეხება ქალბატონ ეკატერინე ხვედელიძესთან დაკავშირებულ კითხვას, მას შემიძლია პასუხი გაგცეთ. ეს პასუხი საკმაოდ მოკლეა. არა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აპირებს გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. დღესვე მანანა მანჯგალაძემ ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას დაგეგმილი შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი განცხადებით შეხვედრაზე საუბარი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს შეეხება, ასევე დემოკრატიული რეფორმების გაძლიერებას, თანამშრომლობას არაერთ სფეროში, მათ შორის ეკონომიკაში, ენერგეტიკაში და ვაჭრობის სფეროში. მხარეები არსებული კავშირების გაღრმავებაზე ისაუბრებენ და ასევე კულტურულ სფეროში თანამშრომლობაზე. დღესვე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ჰოსპიტალურ სექტორში განხორციელებული რეფორმების პირველი ეტაპი შეაჯამა. ეს არ არის პრეზიდენტებს შორის პირველი შეხვედრა და მას წინ რამდენიმე შეხვედრა უძღოდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს არის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. რაც შეეხება თემებს, განსახილველ საკითხებს შორის არის, რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობები, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევები. თავისთავად არის თემები, რაზეც ქართული მხარე გაამახვილებს ყურადღებას და აქ იქნება ის საკითხები, რომლებიც ჯდება შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ასპექტში, ქარტიით განსაზღვრული საკითხები, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერება, თანამშრომლობა მთელ რიგ სფეროებში. გარდა პრეზიდენტებს შორის შეხვედრისა, ასევე იგეგმება შეხვედრა შეერთებული შტატების როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უმაღლეს პირებთან, მათ შორის გამოყოფთი შეხვედრა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან, ჯოზეფ ბაიდენთან და ასევე წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, ჯო ბონერთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოვა. ზამთრის სესია გუშინ გაიხსნა და იქ რუსეთში ჩატარებულ არჩევნებზე იმშელეს. ევროპის საბჭოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მთელი კვირის განმავლობაში საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი შოთა მელაძე საპროტესტო აქციებს გამართავს. მელაძეს ღია ცისქვეშ საკუთარი თემატური ნამუშევრები აქვს გამოფენილი და ამბობს, რომ რუსულ აგრესიასთან ერთად ამ საკითხზე ევროპის დუმილსაც აპროტესტებს. ამ დრომდე ქართველი მხატვრის ნამუშევრებთან მხოლოდ გამლელები ჩერდებიან სტრასბურგში მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები კი ამ ფაქტით ჯერ არ დაინტერესებულან. ვაპროტესტებ რუსეთის ოკუპაციას, როგორც ყოველთვის. შარშან მქონდა იგივე გამოფენა აქ აპრილის თვეში 25 სურათი წარმოადგინე აქ. მე მგონია ფიქრობ იმედი მაქვს, რომ ეს პროტესტი, ეს გამოფენა პროტესტი, მანიფესტაცია სასარგებლოა, იმიტომ რომ თვითონ ოკუპანტიც ხედავს ამას. ჩვენი მხარეს არის და ჩვენ მხარეზეა და სიმართლის მხარეზეა ისინი ხედავენ და ხედავენ აქ ნეიტრალური ქვეყნები, დავუშვით მოლდავეთი, კაზახეთი, რომელიც არც იქეთ არის, არც აქ რო დავანახოთ სიმართლის, ეს არის ჩემი ასე რომ ვთქვათ
ფორმაა გამოხატვის და ეს არის ჩემი მიზანი. ქართული დელეგაცია კი იუნესკოს ექსპერტებს ილორის ეკლესიის მდგომარეობით დაინტერესებას ევროსაბჭოს ტრიბუნიდან სთხოვს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დღეს იუნესკოს გენერალური მდივნის ირინა ბოკოვას გამოსვლა იგეგმება. იუნესკოს ხელმძღვანელი მოხსენებას ადამიანის სიმუფლების შესახებ წაიკითხავს, რომლის მიხედვითაც მას კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის სრული შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ქართული დელეგაციის სახელით ქართული ძეგლების შესახებ მაგდა ანიკაშვილი ისაუბრებს. ქართული მხარე მოითხოვს იუნესკომ ილორის ტაძრის მდგომარეობა შეისწავლოს და შეაფასოს და ამას გარდა პროცესში საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით წარიმართოს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში გუშინ გაიხსნა და 27 იანვარს დასრულდება. ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელი ჯაბა სამუშია აფხაზეთში ბედის ტაძარში ჩატარებულ სარესტავრაციო სამუშაოებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით მე-11 საუკუნის უნიკალური ფრესკების, მათ შორის ბაგრატ მესამის ფრესკის განადგურება შემაშფოთებელი ფაქტია. ქრისტიან დემოკრატები საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ და მონიტორინგის გაწევას სთხოვენ. სამუშიას განცხადებით დღეს სტრასბურგში ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელი მაგდა ანიკაშვილი სწორედ ამ პრობლემების შესახებ ისაუბრებს. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა შეშფოთებით ადევნებს თვალს იმ პროცესს, რაც მიმდინარეობს აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში განხორციელდა რამდენიმე ძეგლის რესტავრაცია, რომელიც დროსაც იქნა დაშვებული შეცდომები რესტავრაციის დროს და აღსანიშნავია, რომ ეს შეცდომები არის მიზნად მიმართული იმისაკენ, რომ ქართული კვალი განადგურდეს აფხაზეთში. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობამ ოფიციალურად მიმართეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ასევე იუნესკოს და ჩვენს პარტნიორებს ევროპაში, რათა შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ქართულ ძეგლებს აფხაზეთში. საბერძნეთის სასამართლომ ქართველ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურც ლაშა შუშანაშვილს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა და ის საპრობილეში გადაიყვანეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კი მისი ექსტრადაციისათვის საჭირო დოკუმენტებს უკვე ამზადებს. შუშანაშვილის გადაცემას თავის მხრივ ესპანეთი ითხოვს. მას ბრალი ამ ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში, ფულის გათეთრებასა და განზრახ მკვლელობაში ედება. ესპანელი სამართალდამცველების მოთხოვნით ინტერპოლი მას წითელი ცირკულარით 2010 წლიდან ეძებდა. საქართველოში კი ლაშა შუშანაშვილი გამოძალვასა და კანონიერ ქურდობაში აბრალდებული მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო უკვე რამდენიმე თვეა დაუსრებლად განიხილავს. ადრიატიკის ზღვაში დაღუპულ ქართველ მეზღვაურ ბექა ურუშაძეს კი სამშობლოში დღეს გადმოასვენებენ. ბათუმიდან სტამბულში აჭარის მთავრობა სპეციალურ მანქანას გზავნის. საქართველოს მეორე მოქალაქე მალხაზ ლაზიშვილი კი 6 დღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ ვერ იპოვეს. თურქულ ტანკერზე აფეთქებისას გადარჩენილი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. საზონაში მერვე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან სავაჭრო ჯიხურები დღეს დილის 8 საათზე აიღეს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ელის კუთვნილი ჯიხური ამ ადგილზე 1993 წლიდან იდგა. მფლობელების დები გეჯაძეების განცხადებით ჯიხურში ისინი წლების განმავლობაში კანონიერად ვაჭრობდნენ და გადასახადებსაც დროულად იხდიდნენ. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა კი მათ არ განუმარტეს, რატომ და სად მიჰქონდათ ჯიხურები. ჯიხურზე გაფრთხილება კანონდარღვევის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. გუშინ მერიის საქალაქო სამსახურში საქმის წარმოებისას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ელის დამფუძნებლებმა ჯიხურის კანონიერების დამადასტურებელი ყველა საბუთი წარადგინეს. მეპატრონეები შესაბამისი ორგანოებისაგან ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ამ ჯიხურების აღების საკითხის კანონიერების გამოძიებას მოითხოვენ. დღეს 24 იანვარს დილაუთენია სიბნელეში მოვიდნენ ტექნიკით აღჭურვილი ზედამხედველობის ლდანი ნაძალადევის რაიონული განყოფილების წარმომადგენლები არ მიგვაკარეს საერთოდ დაუდეს ეს ჩვენი ჯიხური წაიღეს. ვეუბნები სად მიიგაქვთ დაცულ ტერიტორიაზე, სად არის დაცული ტერიტორია, არ მეუბნებიან სად არის. გამოაკრეს მითითება, სადაც წერია, ის წერია, რომ საქმეში ჩაუხედავი ადამიანი რო წაიკითხავს, იფიქრებს, რომ ამ ხალხმა ეს ჯიხური დღეს განათავსა. იქ არსად არ არის მითითებული ის, რომ როდის არის განთავსებული ეს ჯიხური და კიდე უბედურება იმაშია, რომ მიუთითებენ კანონს, საქართველოს კანონს ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ, რომლის რეგულირების სფერო არ გახლავთ ჯიხურების მოწყობა.
თავისუფალი საქართველო კი ხელისუფლებას მართლმადიდებლობის უპატივცემლობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სამორინე შანგრილასთან, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდით შენდება, პარტიის რეგიონალურმა მდივანმა ისაუბრა. გია ყურაშვილის განცხადებით, სამორინეს საქმიანობა ქრისტიანული რელიგიის მოძღვრებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამის საფუძველზე მართლმადიდებლური სამღვდელოების ცენტრთან მსგავსი დაწესებულების არსებობა თავისუფალ საქართველოში დაუშვებლად მიაჩნიათ. ყურაშვილი ხელისუფლებას მსგავსი გამოვლინებების აღკვეთისაკენ მოუწოდებს. მერიის არქიტექტურის სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქემხაშვილი კი განმარტავს, რომ კაზინო კანონის სრული დაცვით შენდება და მას იგივე ფუნქცია ექნება, რაც საპატრიარქოსთან მანამდე მდებარე ბერიკონს. ჩვენ ვიცით ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოში ქართველი ხალხის და მართლმადიდებლობის მიმართ. მე მოუწოდებ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ღრმად არიან და აქტიურად არიან ჩართულები აი ამ მარათონში, საარჩევნო მარათონში. მე მაინტერესებს მათი აზრი. გამოვბრძანდნენ, თქვან ხალხს შეცდომას, ასევე მინდა მიმართო ქართველ ხალხს, თუ ჩვენ არ გვინდა ვისაც მართლმადიდებლობასთან და ჩვენს ღირსებასთან აი ესეთი დამოკიდებულებები გააჩნია, ამ ხალხის ხელისუფლებაში მოყვანა არის ჩვენი შვილების პირდაპირ ყელის გამოჭრის ტოლფასი. აღნიშნულ ტერიტორიაზე ოდითგანვე იყო განთავსებული შენობა ნაგებობა, რომელიც ფუნქციონირებდა კაზინოს დანიშნულებით. დღეს მდგომარეობით შეთანხმებული აქვს არქიტექტურის სამსახურს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით არსებული შენობის რეკონსტრუქციის პროექტი, გაცემული არის მასზე მშენებლობის ნებართვა. ფუნქციურად, ასე ვთქვათ, მაგ შენობისთვის, არსებული შენობისთვის ფუნქცია არ შეგვიცვლია, არსებული რაც იყო ანალოგიური ფუნქციით იფუნქციონირებს ისევ. ხალხის პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის უნარშეზღუდულ ბავშვთა პენსიის 70 ლარიდან 100 ლარამდე გაზრდას მოითხოვენ. კობა დავითაშვილის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, რომლებიც სხვა პირის მუდმივ დახმარებას საჭიროებენ, თავს დაზარალებულად მიიჩნევენ და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ. 2006 წლიდან კანონმა გაითვალისწინა ინვალიდი ბავშვებისთვის დახმარება პენსიის იმავე ოდენობით, რაც აქვთ პირველი ჯგუფის ინვალიდებს. ანუ ბავშვს, ვისაც ჭირდება მომვლელი და იმის გამო, რომ ის ჯერ 18 წლის არ არის და ასაკი არ შესრულებია, არა აქვს ჯგუფი, მისი პენსია გაუთანაბრდა პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსიას. მაგრამ ეს მოხდა ქაღალდზე და რეალურად სახელმწიფო ბიუჯეტში ამის ასახვა არ მოხდა. 2009 წლიდან აისახა ეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში, მაგრამ დღემდე ასეთი ბავშვების ოჯახები, ასეთი ბავშვები, მათი მშობლები ამ პენსიას ვერ იღებენ და მათ აძლევენ 30 ლარით ნაკლებ პენსიას. ჩემი შვილი გახლავთ ინვალიდი, ან უნარშეზღუდული. ეხლა ესე ეძახიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც არის 5 წლის და არის ძალიან მძიმე ავადმყოფი. მას აქვს ქვედა კიდურების პარეზი. ჩვენ გვეძლევა ყოველთვიური 70 ლარი პენსია. 70 ლარი ნამდვილად მიზერულია ყველასთვის, აბსოლუტურად ჩვეულებრივად ჯამთელი ბავშვისთვის და ჯამთელი ადამიანისთვის და მით უმეტეს როდესაც ბავშვი არის ინვალიდი და აქ მას ძალიან დიდი პრობლემა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსიის 70 ლარამდე შემცირებას არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობა უკანონო პატიმრებს და ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია არაც გამოეხმაურა. მათი წარმომადგენლების განცხადებით 70 ლარი მკურნალობისა და კომუნალური გადასახადებისთვისაც არ არის საკმარისი. მოძრაობების წევრები ხელისუფლებას პენსიის საარსებო მინიმუმამდე, მათი თქმით 155 ლარამდე გაზრდას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლებაზე ზრუნვას თხოვენ. რამოდენიმე დღის წინ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს 10 ლარით დააკლდათ ყოველთვიური დახმარება. მათ ამ ეტაპზე ამ თვეში აიღეს უკვე 70 ლარიანი დახმარება. ეს პირველად საზოგადოებაში გაჟღერდა კობა დავითაშვილის მიერ, ანუ ხელისუფლებამ წინასწარ არ გააფრთხილა ეს ადამიანები და მხოლოდ როდესაც ფაქტის წინაშე დადგნენ, შემდეგ შეიტყოს, რომ მათ დახმარებიდან 10 ლარი ჩამოეჭრათ. მოვითხავთ, რომ მათი დახმარება ყოველთვიური გაიზარდოს საარსებო მინიმუმამდე მაინც
მაინც თუმცა საარსებო მინიმუმი 155 ლარიც თავად ხელისუფლების დაწესებულია და მიგვაჩნია რომ არც 155 ლარი არ არის საკმარისი დღეისათვის რომ ადამიანმა უბრალოდ იარსებოს, თუმცა ამ ეტაპზე მოვითხოვთ რომ 155 ლარამდე მოხდეს ამ ადამიანების, ანუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების პენსიის გაზრდა. ის რომ ამ ადამიანებს დააკლეს 10 ლარით პენსია არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რომ ხელისუფლება ცდილობს თანხების დაზოგვას საარჩევნოდ. მსგავსი თვალსაჩინო მაგალითები კიდევ არაერთია, მათ შორის ის რომ სადაზღვევო კომპანიები რიგ შემთხვევაში და უпроსტოდ ხშირ შემთხვევაში არ ანაზღაურებენ ხოლმე იმ სამედიცინო მოსახურეებს, რასაც პენსიონერები იტარებენ. 2012 წელი კახეთის ტურისტულ წლად გამოცხადდება. კახეთის როგორც ტურისტული რეგიონის განვითარების პროექტის პრეზენტაცია დღეს შედგა. პროექტის თანახმად 2012 წლის განმავლობაში კახეთში ახალი ტურისტული პროდუქტი შეიქმნება, გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხიც. უკვე შეიქმნა კახეთის ტურისტული ბრენდი, მომზადდა ლოგო, სადაც ძირითადი მიმართულებებია კულტურული ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი და ღვინის ტურიზმი. ასევე შეიქმნა სლოგანი „აღმოაჩინე შენი კახეთი“ და ასე ახალი ვებგვერდი, სადაც მომხმარებელი რეგიონის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას მიიღებს. 2012 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც იგეგმება, ტურისტულად მიმზიდველი ადგილების რეაბილიტაცია, კახეთში ტურიზმის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება. კახეთი დღეს არის მესამე ყველაზე პოპულარული ადგილი უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში. ჩვენ გვინდა გავზარდოთ ის დღეების რაოდენობა, რაც ტურისტები რჩებიან კახეთში, ამისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურა უფრო განვითარდეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, დასასვენებელი ადგილები უფრო მეტი შეიქმნას, უფრო მეტი მცირე ბიუჯეტიანი სასტუმროები გაიხსნას. ხდება რეაბილიტაცია, როგორც ძირითადი ქალაქების, ასევე თვითონ კულტურულ ძეგლებთან მოხდება ტურისტული ობიექტების და ინფრასტრუქტურის განაშენიანება. მეორე მხრივ ყალიბდება კახეთის რეგიონის მარკეტინგული კონცეფცია, რის მიხედვითაც უკვე მოხდება რეგიონის პოპულარიზაცია როგორც შიდა ბაზრებზე, ასევე საერთაშორისო ბაზრებზეც. მესამე იქიდან გამომდინარე, რომ კახეთს უზარმაზარი რესურსია განავითაროს სხვადასხვა მიმართულების და ტიპის ტურიზმი, აქცენტები კეთდება ტურისტულ პროდუქტების ჩამოყალიბებას და განვითარებაზე, როგორც კულტურულ, ასევე სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმში. სასწავლო რადისონში კი არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის სამართლებრივი ბარიერების თემაზე დისკუსია ჩატარდა. დისკუსია USAID-ის ორგანიზებული იყო და მასში ბიზნეს სექტორის, საჯარო სექტორის წარმომადგენლები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, საგადასახადო კოდექსი გარკვეულ ბარიერებს ქმნის არასამთავრობო სექტორის ბიზნესის მიერ დაფინანსებასთან დაკავშირებით მათი განმარტებით, ევროპულ ქვეყნებში და ამერიკაში ბიზნესის საგადასახადო კანონმდებლობით წახალისებულია, რომ არასამთავრობო სექტორი დააფინანსოს, რასაც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს. შეხვედრაში მონაწილეებმა არასამთავრობო სექტორისა და მთავრობისათვის გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავეს. As many of you know, USAID provides assistance sources. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ახალგაზრდა ადამიანს დახმარება კერძო სექტორიდან ესაჭიროება. დღევანდელ შეხვედრაზე ვიხილავთ კონკრეტულად რა მიმართულებით შეიძლება მოხდეს მუშაობა. ჩვენ შევიკრიბეთ, რათა განვიხილოთ რა რეკომენდაციები შეიძლება შევიმუშაოთ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის საქართველოში. დღევანდელი შეხვედრა ეს არის დიალოგი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ბიზნეს წარმომადგენლებს, დონორებს და ხელისუფლებას შორის. შეხვედრა ეძღვნება საგადასახადო კოდექსის იმ მუხლებს, რომლებიც გარკვეულწილად ხელს უშლიან ქვეყანაში მოხალისეობის, ქველმოქმედების განვითარებას და ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობას. ევროკავშირმა საქართველოში პროექტების განსახორციელებლად 14 ქართული და ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია შეარჩია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული რეფორმების, ასევე კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობას ისახავს. კონკურსი 2011 წელს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის ევროპული ინსტრუმენტის ფარგლებში ჩატარდა. გამოყოფილი საგრანტო თანხის საერთო მოცულობა თითქმის 1.200.000 ევროს შეადგენს. გამარჯვებული ორგანიზაციები არიან სამცხე ჯავახეთის ასოციაცია, ტოლერანტი, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში, პარალელი, გურის აგრობიზნეს ცენტრი, ასოციაცია ქალი და ბიზნესი, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, ასოციაცია მწვანე ალტერნატივა, ასევე ღირსეული სიბერე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ინოვაციისა და რეფორმის ცენტრი და ასოციაცია სამართალი და თავისუფლება და დემოკრატ მესხთა კავშირი.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვაფინანსებთ ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ პროექტებს სოციალურ საკითხებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტების დიდი ნაწილი რეგიონებში ხორციელდება. არის სხვადასხვა საკითხები, ქალთა და ბავშვთა უფლებები, პატიმართა უფლებები. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებაზე. ჩვენმა ორგანიზაციამ სულ ერთი თვეა, რაც დაიწყო პროექტის განხორციელება, რომლის სახელწოდებაა ახალი შესაძლებლობები საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს. პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს იმ ბავშვებს საზოგადოებასაც სკოლაში ინტეგრაციისთვის, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგები. განათლების სპეციალისტები მოამზადებენ მასალებს, სახელმძღვანელოებს, ტრენინგ პროგრამებს, რომ ეს პროცესი წარმატებით განხორციელდეს. ამ პროცესის დანერგვა დაგეგმილია თბილისში, ახალციხეს, ამბროლაურსა და მარნეულში. საქართველოს ნაკრების წევრი ჯაბა ბრეგვაძე საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ლიდერ, ამ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ და ევროპული რაგბის გრანდ ტულუზაში გადავიდა. ქართველი მორაგბის ფრანგული კლუბში ჩარიცხვის საკითხი მას შემდეგ გადაწყდა, რაც ჯაბამ სპეციალური ტესტის ჩააბარა. ქართველი მორაგბე ახალი გუნდის რიგებში უკვე მომავალ უქმეებზე იასპარეზებს. ტულუზის ხელმძღვანელები ბრეგვაძის ევროთასების განაცხადში შეყვანასაც აპირებენ. ქართველი სპორტსმენი 24 წლის არის და თბილისის ყოჩების აღზრდილია. გასული სეზონის დასაწყისში ბრეგვაძე არმიაში გადავიდა. ეროვნულ ნაკრებში მას 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაში ბორჯღალოსანთა ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და ჯგუფური ტურნირის 4-ვე შეხვედრაში იასპარეზა.